გურიაში მოწვის ექსპერიმენტული პლანტაცია სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაათვალიერა. სოფელ ნარუჯაში დღეს 10 სხვადასხვა ჯიშის მოწვი მოჰყავთ და ამ საპილოტო პროგრამის მიზანია საქართველოს პირობებისთვის საუკეთესო ჯიშის მოწვის შერჩევა. პროექტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ხორციელდება და მინისტრი სწორედ მისი მიმდინარეობით დაინტერესდა. ზაზა გოროზიამ დღეს გურიაში თხილის და კივის მეურნეობებიც დაათვალიერა. უმთავრესი მიზანი არის სამინისტროს ის, რომ ყველა თითოეულ მხარეს, თითოეულ იმ კუთხეს შევთავაზოთ ის ახალი ჯიშები, რომელიც ბევრად მეტ მოსავლიანობას მიცემს ჩვენ თითოეულ გლეხს, რომელთაც უფრო მეტი შემოსავალი იქნება თითოეულ გექტარზე, უფრო მეტი იქნება, უფრო გამდიდრებული იქნება ჩვენი გლეხი, მთლიანობაში მოგვცემს მდიდარ გლეხს და ბევრ მიწას დამუშავებას, რომელთაც აუცილებელია, რომ სამინისტრო ამაში იყოს ჩართული. მნიშვნელოვანია ეს იმითაა, რომ ჩვენი ფერმერები რომლებიც დაინტერესდებიან, შესაძლებლობა ექნებიან ნახონ, შეამოწმონ, როგორ გაიხარა, როგორი პირობებშია, ესაა თანამედროვე ტექნოლოგიით გაშენებული წვეთოვანი მორწყვით.